გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენს. და რომ გითხრათ რა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს ძალიან აქტიურად ისმის განცხადება ბორდის მხრიდან, რომ ეს არის ხელისუფლების ზეწოლა. რეალურად რა ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელში რომ? კი ბატონო. პირველ ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის თქვენს პრეს-კლუბში. დავიწყებ იმ განცხადებით, რომელიც მინდა გამოვეხმაურო ბორდის ერთ-ერთ წევს, აი ბოლო განცხადებას, რომელიც მოამბეში ბატონმა ემზარ გაგუაძემ გააკეთა. მე მადლობა მინდა უთხრა მას, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას, რომ მათაც თავისი პოზიცია დააფიქსირონ, ვინც ვთქვათ ხმა არ მისცა ან დაუჭირა მხარი. ვინც არ დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას 4 მარტის. მან განაცხადა, რომ იგი იყო მომსწრე საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრისა ბატონ დავით უსუფაშვილთან და მან თავისი ყურით მოისმინა, რომ ის ყრუ არ არის და მოისმინა თავისი ყურით, თუ როგორ არიგებდა ბატონი უსუფაშვილი თანამშრომლებს, რომ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა შეეგროვებინათ. ძალიან კატეგორიულად მინდა განვმარტო ერთი რამ. შეხვედრა საინიციატივო ჯგუფსა და პარლამენტში ქუთაისში იმ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც დაკავებული იყო კანონ პროექტის შედგენით, აი ბატონი გურამ ამაზე გესაუბრებათ უფრო კარგად, იყო გაცილებით ადრე დაგეგმილი. შესაბამისად ეს შეხვედრა მოხდა უბრალოდ დაემთხვა დროში, მაგრამ აქ ეს მეორე მხარე, რომელსაც ბატონი გურამი გეტყვით. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, 7 მარტს მოხდა ეს შეხვედრა. ხოლო ხელმოწერები საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო 4 მარტს იმავე საღამოს, გააქტიურდა 5-6 მარტს და მიმდინარეობდა 7 მარტსაც. ანუ სანამ ბატონი დავით უსუფაშვილი მოუწოდებდა ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში თანამშრომლებს ხელმოწერების შეგროვებისაკენ, ხელმოწერები უკვე გროვდებოდა და ვფიქრობ ეს იცოდა ბატონმა გოგუაძემ, ან თუ არ იცოდა, საწყენია რომ არ იცოდა, ესე იგი მას არ აინტერესებდა რა ხდება იმ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომლის სამეურვეო საბჭოს, რომლის მეურვეობაც მან იტვირთა საკუთარ თავზე. ანუ ეს არ არის არანაირ კავშირში ხელმოწერების შეგროვება, არ არის არანაირ კავშირში პარლამენტის მოწოდებასთან. მეცაც გეტყვით, თქვენ რომ ამოიღოთ ეს დოკუმენტი და ამის საშუალება გააქვთ, იქ ხელმოწერები შეგროვილია, რომელიც ჩვენ გადავაგზავნეთ პარლამენტშიც, პირველად რაც დაიწყო და ეს დოკუმენტი გადაიგზავნა ბორდის თავმჯდომარე ლევან გახელაძისადმია ეს წერილი მიწერილი, სადაც კოლექტივის ის წევრები, ვინც აწერს ხელს, უცხადებს უნდობლობას სამეურვეო საბჭოს. ანუ ვერანაირ კავშირში, ვერც დოკუმენტალურად, ვერც თარიღით და ვერც ვერაფრით ვერ დააკავშირებს ბატონი ემზარ გოგუაძე და ვერც ერთი ბორდის წევრი იმას, რომ მხოლოდ მას მერე რაც მოუწოდა ეგრეთ წოდებული ან ურჩია და ასე შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კოლექტივს რაღაცა გარკვეული ქმედებისაკენ, ეს ერთმანეთთან აცდენილია უბრალოდ დროში. ეს ერთი. მეორე, უნდა განმარტო აქვე, რომ მეურვეობის მანდატი პარლამენტმა ჩააბარა ბორდს. სამეურვეო საბჭოს. პარლამენტის მიერ არის ეს მანდატი მიცემული, იმიტომ რომ ისინი ამტკიცებდნენ ბორდის წევრებს ამოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტის წარდგინებით. ხო მართალია. შესაბამისად, ისინი კანონის მიხედვითაც არიან ანგარიშვალდებულნი პარლამენტის წინაშე. ჩვენ გვქონდა ერთადერთი რაც იქაც წერია, მოთხოვნა ჩვენს წერილში, რომ რაც შეიძლება მალე მოიწვიოს რიგარეშე ანგარიში და ჩააბარებინოს ბორდის წევრებს იმ ადამიანებს, რომელთაც მათ მანდატი მისცა პარლამენტმა ჩვენი მეურვეობის, თუ რა ხდება, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ უკან უსამართლოა, არამედ როგორც ირკვევა კანონის ფარგლებიდანაც გამოდის, თქვენ მოგიხსენებათ, რომ დირექტორის გადაყენებას სჭირდება მაუწყებლის შესახებ კანონის 32 პრიმა მუხლის მიხედვით ხმათა სრული სიის, ანუ ამ შემთხვევაში სრული შემადგენლობის და არა სიითი შემადგენლობის, სრული შემადგენლობის 2/3. სრული შემადგენლობა 15-ია, მისი 2/3 არის 10. მათ გამოთვალეს როგორც ჩანს სიის შემადგენლობის, რომ 2 წევრი ვაკანტურია და 13-დან გამოთვალეს, მაგრამ კანონი გავალდებულებს, რომ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში 2/3 ანგარიშო სრული შემადგენლობიდან. ამიტომ მათ ჭირდებოდა 10 ხმა. ანუ კანონიც არის ამ შემთხვევაში დარღვეული. ჩვენ გაგვიჩნდა ერთი მთავარი კითხვა ამ ყველაფრის შემდეგ და ეს იყო ჯერ არ იყო პროტესტი,
ეს იყო ჩვეულებრივი კითხვა, რომელიც გაგვიჩნდა ჩვენ და გვაქვს ამის უფლება თანამშრომლებს. რატომ ასე სასწრაფოდ მივლინებაში მყოფი ადამიანი, დირექტორი HR-ში, ოღონდ ფიგურალურად კი არა, ნამდვილად HR-ში თვით ფრინავში მოიხსნა პრაქტიკულად. აი რა იყო ისეთი, რომ ვერ დაიცდიდა დირექტორის ჩამოსვლას და ვერ მოხდებოდა 2 დღის მერე ამ ამბის გადაწყვეტა. რა პრობლემა, ანუ 2 დღეში ისეთი ამბავი უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ ვერაფრით ვერ დაიცდიდან მის ჩამოსვლას და სასწრაფოდ უნდა გაენეიტრალებიათ რაღაცა დიდი ბომბი, რომელიც უნდა აფეთქებულიყო 2 დღეში. აი ამ კითხვას, როდესაც ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ სამეურვეო საბჭოს ზოგიერთ წევრს, რომელსაც შევხვდით, ამაზე პასუხი იყო ზოგისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, კი ბატონო თუ ასე თვლი პოლიტიკური ზეწოლა იყო, მაგრამ 2 დღეში ეს პოლიტიკური ზეწოლა განა რას გააკეთებდა ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ 2 დღე ვერ დაისწრიდან. ზოგი ამბობს, რომ ისე აღელდა ამ შეხვედრით, რომელიც მოეწყო დაუსწრებლად დირექტორის, იმდენად ემოციური იყო ეს დამოკიდებულება, რომ აუცილებლად უნდა გადაეყენებინა ემოციურ ფონზე და ასე შემდეგ. სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ არც ერთი მიზეზი ჩვენთვის და ალბათ არა მარტო ჩვენთვის არგუმენტით გამაგრებული არ არის. ამიტომ ეს კითხვები თანდათან გადაიზარდა უკვე მოთხოვნაში, რომ მეორედ შეკრებილიყვნენ და ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ იქნებ გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას, რამდენადაც კითხვებზე პასუხი არ გაქვთ. 7-ში როდესაც ბატონი გოგუაძე ბრძანდებოდა სწორედ პარლამენტში, შეიკრიბა ეს შემადგენლობა ბორდის, სადაც 2 დღე აიღეს მათ 5-დან 7-მდე, იცოდნენ რა ჩვენი ხელმოწერების შესახებ მანამდეც, შეიკრიბნენ და მხოლოდ 2 დღე დაჭირდათ ფიქრი იმისთვის, რომ ბორდის ხდომაზე ეთქვათ, რომ ჩვენ გვაპატიეთო, მაგრამო უფლება არ გვაქვსო, რომ ეს საკითხი საერთოდ განვიხილოთ ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვითო. მე რა თქმა უნდა ვთხოვე, რომ 2 დღე რაღა ითხოვეთ ამისთვის, ალბათ ეს კანონები ეხლა მომიტანეთ, რომ ჩვენ ვნახოთ ეს კანონი, სად წერია, რომელი მუხლის მიხედვით. რა თქმა უნდა, მათ არ ჩათვალეს საჭირო არანაირი კანონი არ წარმოგვიდგენს, სიტყვაზე უნდა დაგვეჯერებია ჩვენ, რომ თურმე რაღაცა კანონი კიდე არსებობს, რომელიც უკრძალავს მათ თავიდან დაუბრუნდნენ ამ საკითხს. რატომ უნდა დამეჯერებია სიტყვაზე, არ ვიცი. ეს იყო ოფიციალური შეხვედრა მაუწყებლის თანამშრომლებისა და ბორდის ხდომაზე, სადაც მეგონა, რომ ამ დოკუმენტს მაინც წარმომიდგენდნენ. ეს დოკუმენტიც ვერ წარმოადგინეს. ამის მერე ბატონმა გახელაძემ მაინც კითხა ბორდის წევრებს, თანახმა იყვნენ თუ არა დაბრუნებოდნენ ამ საკითხის განხილვას, აზედაც რასაკვირველია მიიღო უარი და იქ კიდე ერთი ინციდენტიც მოხდა მოგეხსენებათ. მე როდესაც დამიწყო ერთად ბორდის წევრმა ბატონმა დავით კანდელაკმა საუბარი იმაზე, თუ BBC როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში, რომ BBC-ს ბორდი არავითარ შემთხვევაში არ მოიძიებდა სამხილებს, ისე გაათავისუფლებდა დირექტორს ასეთი განცხადების შემდეგ, მე და როცა ცივილიზებული სამყარო სხვანაირად იქცევა და მე ქართველი ვარ და ვერ გავიგებ ამ ყველაფერს, როდესაც ბატონი გახელაძე ეცადა, რომ წაეყვანა საგნობრივი საუბარი და მაინც გააწყვეტინა ბატონმა კანდელაკმა, მე ვთხოვე, რომ არ გვინდა იქნებ ეს ლირიკული გადახვევები ცივილიზებულ სამყაროსთან დაკავშირებით და დავუბრუნდეთ საგნობრივ მსჯელობას. აი ლირიკა გახდა ეთყობა სიტყვა, იქცა უზრდელურ სიტყვა და არ ვიცი ვის მოეჩვენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დამადანაშაულა იმაში, რომ მე ვარ უზრდელი. ესეც ხა ჩემთვის ლირიკა, იქვე ბატონმა გახელაძე მოიხადა ბოდიში ბორდის სახელით და ეს ინციდენტი ამით იმედია დასრულდა. და მე აღარ მივეცი ამას უკვე ოფიციალური სლობაც, ოფიციალური პირი გეუბნება ამას, მაგრამ რო დამთავრებულიყო ეს ამბავი მხოლოდ ასეთ ჩემი კონკრეტულად პირადად შეურაცხყოფით, ეგ არ არის პრობლემა. მოხდა მეორე რამ, რაც დღეს ბატონმა მელაძემ გააჟღერა. როდესაც მან დაგვადანაშაულა 500-ზე მეტი ხელმომწერი იმ ზეწოლაში, რომელსაც თურმე ჩვენზე ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, კონკრეტულად კი უსუფაშვილი ხიდაშელი და საერთოდ ქართული ოცნება. აი ეს კი უკვე იყო არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არამედ ბრალდება ის, რომელიც მან დაადანაშაულა 500-ზე მეტი თანამშრომელი. სასამართლოს თქვა ამ ბრალდების. მე დღეს მოვითხოვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ბრალდების დამადასტურებელი ალბათ უნდა წარმოადგინოს ბორდმა, იმიტომ რომ საკმარისია ალბათ ასე ხელაღებით ბრალდებები გასცე და არაფერი არ გეჭიროს ხელში. მე მინდა კონკრეტული დოკუმენტები თუ აქვთ მათ ხელში, წარმოგიდგინონ, რომ ჩემზე, ბატონ გურამზე, ქალბატონ სალომეზე, სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრებზე, ქალბატონ დოდოზე, ქალბატონ ქეთინოზე, დათოზე, აი სხვადასხვა და ნებისმიერ იმ ადამიანებზე, რომლებიც ტექნიკის წარმომადგენლები არიან, ტექნიკური სამსახურების თუ სხვადასხვა სამსახურების, ვინც ხელს აწერს ბორდის უნდობლობას, წარმოადგინონ
წარადგინოს აი 500 კაცზე დამადასტურებელი საბუთი, რომ ჩვენზე არის მომხდარი პოლიტიკური ზეწოლა. რომ ჩვენ ვართ იარაღი, რაღაცა წყლის ფარა, რომელსაც თუ ჩაგძახებს რომელიღაცა ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია, აუცილებლად იქით გავექცევთ. აი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგების აღშფოთების საგანი ეს არის და ვფიქრობ ამაზე, იცით რა, მიმართული ეს ყველაფერი არის ჩვენი მოთმინების დაკარგვისკენ, რომ ჩვენ გავაჩეროთ ეთერი, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, ამას ამოეფარონ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და აი მერე დაგვადანაშაულონ მათთან ერთად. აი ხო ვამბობდით, თუ არ იმართებიან ძალები, თუ ამას ჩვენ არ დაუშვებთ. ჩვენ არ გავდივართ მიტინგზე, ჩვენ არ გავდივართ ქუჩაში, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, არაფერი არ შეიცვლება, პირველი არხი, მეორე არხი, პირველი რადიო, მეორე რადიო აგრძელებს იმ რეჟიმში მუშაობას, როგორ ძალიან მძიმეა ასე მუშაობა, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. მე კი ბატონო, ამ მოკლედ შემოვიფარგლები ამითი და დანარჩენ ჩემ კოლეგებს ვთხოვ, რომ თავიანთი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გამოხატონ, ან თუ კითხვები გაქვთ? დავცვალოთ. მოდით ბატონო გურამ. სახეზე გვაქვს კრიზისი. ეს დაიწყო იმ გადაწყვეტილებიდან, ბოლოს და ბოლოს ეს იყო ნაპერწკალი ბოლო. აი რა გადაწყვეტილებაც მიიღო სამეურვო საბჭომ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოთხოვნა აი 500 კაცის ვის სურვილსაც და ნებასაც გამოვხატავთ ჩვენ და აი საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლობის, სწორედ ჩვენი მოთხოვნა ეხა ამ ეტაპზე ერთხელ და სამუდამოდ ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განთავისუფლდეს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან და ის დაექვემდებაროს ყოველგვარი პოლიტიკური, ყოველმხრივი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება უმრავლესობა თუ უმცირესობა. ხო, მე ვესწრებოდი, იცით, პირადად ვესწრებოდი იმ შეხვედრას, აი რომელზედაც საუბრობდა ბატონი ემზარ გოგუაძე დღეს ეთერში და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი რამ დავით უსუფაშვილმა ისეთი ახალი მომხდარი იყო ეს ამბავი საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს ამ გადაწყვეტილების შედეგად, რომ ბევრი რამ ბატონმა დავითმა მოისმინა ჩვენგან, ისე რომ ის საქმის კურსიც არ იყო აქ რა ხდებოდა ბოლომდე. მაშინ გაიმართა პირადად ჩემსა და ემზარ შორის ესეთი ცხარე კამათი იქვე, იმიტომ რომ ის ამტკიცებდა, რომ თითქოს არ იყო ესეთი პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელში და მე ზუსტად დავხატე ის სურათი, რაც ხდება აქ და შეიძლება თქვენც არ ახართ საქმის კურსში მართლა რა ხდება. ეს არის მართლა სერიოზული აღშფოთება უკვე ჩემ თანამშრომლებში, ჩვენს კოლეგებში და ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის ის რომ გათავისუფლდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან და ეს იყოს მართლა საზოგადოებრივი ნების გამომხატველი ტელევიზია. ეხლა რა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ იცით, ეხლა ეს სამეურვო საბჭო ატარებს კონკურსს დაჩქარებული წესით და ზუსტად ისევე უნდათ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება ახალ გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით. მინდა ყველა კონკურსანტს, ვისაც სურვილი გაუჩნდება ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, იცოდნენ, რომ საშინელი კრიზისია ტელევიზიაში, ძალიან მძიმე სიტუაცია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აიღებენ თავის თავზე იმ წუთიდან, როდესაც შეიტანენ თავის მონაცემებს ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და იქედან გამომდინარე, რომ უმეტესი ნაწილი თანამშრომლებისა უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვო საბჭოს, ასევე გამოუცხადებს უნდობლობას მათ მიერ არჩეულ გენერალურ დირექტორს. აქედან გამომდინარე, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. სადამდე შეიძლება მივიდეს აი ეს კრიზისი მაუწყებელში, შეგვიძლიათ ამაზე? რაც შეეხება კონკურსს და ხობიეთოს არჩევას, უბრალოდ აქ ერთი კაზუსია კიდევ. იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს რომელიმე კონკურსანტი და თუ ამ პარალელურად გაამართლა სასამართლომ და ალბათ ასეც იქნება ყოფილი დირექტორი ბარათაშვილი იმის გამო, რომ მას
იგი მისი გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და ის უნდა აღდგეს თავის პოზიციებზე, მაშინ გამოდის, რომ ის, ვინც გაიმარჯვებს, ახალი დირექტორის ძალიან რაღაცა ცოტა დროით შეიძლება აღმოჩნდეს დირექტორის საბრძოლში მხოლოდ და ძალიან უხერხულ სიტუაცია შეიძლება შეიქმნას დაკავშირებით აი ამ კონკურსის შედეგთან, იმიტომ რომ ჯერსადამ სასამართლო არ გადაადგენს რამდენად სამართლიანად მოხდა ეს ყველაფერი, მანამდე ალბათ ცოტა გაუჭირდებათ ამ ახალ კონკურსანტებს ამ მისამდეობის შენარჩუნება. არ მგონია რომ ძალიან გაიწევოს დროში პროცესი იმის გამო რომ სასამართლო როგორც კი მიიღებს სარჩელს კონკურსის შეჩერებასთან დაკავშირებით გამომდინარე წინა სარჩელიდან რომ უკანონო იყო ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში უკვე სარჩელის მიღებიდან უკვე უნდა გაჩერდეს კონკურსი და სარჩელის მიღებისთვის არის გარკვეული დრო ის მეგონი თორფლები 10 დღეში უნდა ვალდებული სასამართლო მიიღოს სარჩელი და ამიტომ კონკურსის ჩატარებაც კი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ამ მხრივ. საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსზე. საინტერესო იქნება კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი თქვენზე თუ იყო ზეწოლა ან ბატონ გურამ ქალბატონის სალონი. კონკრეტულ ფაქტებზე რო ვისაუბროთ. კონკრეტულ ფაქტი ჩემი მხრიდან ის შემიძლია გითხრათ, რომ ვიჯექი ჩემ სტუდიაში მუშაობდი სცენარზე, ვაკეთებთ ახალ ვაგრძელებთ ჩვენ პროექტს, ეს გააგრძელეს საქართველოს ისტორიას და პირდაპირ სტუდიიდან მოვედი იმ დღეს ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ამ გადაწყვეტილებით და შეუერთდი ჩემი თანამშრომლების განწყობას. ეს მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ზეწოლაც არ მოუდგენელი ხარ. ჩემზე იყოს და ჩემ კოლეგებზეც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ხო გეუბნებით, არა დავით უსუფაშვილის კაბინეტში მოვხვდით, ეხა იქიდან გამომდინარე ვიყავით პარლამენტში ჩასული, რომ აი სწორედ კანონპროექტი როა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შეტანილი პარლამენტში, იქ გვინდოდა ჩვენ საინიციატივო ჯგუფს დიდი ხანი ამაზე მათ და ჩვენ შორის მიმდინარეობს დებატები და რამოდენიმე პუნქტი გვინდოდა პუნქტში ყოფილიყო ჩვენი აზრი გათვალისწინებული. აი კონკრეტულად იმას შეეხება, როდესაც ახალი ბორდის შექმნაზეა ლაპარაკი, აი ეს რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ეს ახალი ბორდის წევრები, ხო, ვინ უნდა იყვნენ ისინი, რომ სწორედ იმისთვის ვიბრძვით, არ იყოს ეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. რას დღეს სახეზე გვაქვს და ამიტომ არის პოლიტიკური ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უნდა შეიქმნას ჩვენის აზრით საშუალედო კომისია, რომელიც ბორდის ერთ წევრზე შეარჩევს კონკურსის წესით 3 ადამიანს და წარუდგენს მას განსახილველად პარლამენტს და აი ჩვენის აზრით ეს უფრო ისეთი კარგი და ხო, კარგი მოდელია საამისოდ. ხო, უფრო მეტად კიდე ჩვენს მაუწყებელზე მოქმედი საზოგადოებრივი საბჭოების ჩართულობა თუ იქნება ბორდის მუშაობაში, ეს ბევრად უფრო გაადვილებს და უფრო ისეთ თანამშრომელთა ნების გამომხატველს გახდის ნებისმიერ ბორდის გადაწყვეტილებაში და არ იქნება ესე ხელაღებით განთავისუფლებული ან დანიშნული ძველი თუ ახალი დირექტორი, ხო, ეს მაუწყებლის. ქალბატონ სალომეს გადმოწვევი? არ ვიცი როგორ არის. ჯობია. ხო, თქვა იმ სიტყვა ზეწოლის შესახებ, რომელიც ესოდენ ხშირად ჟღერს ამ ბოლო დროს. და მე ვარ ერთი გასართობი გადაცემის წამყვანი. ცხადია, რომ ალბათ თეორიულად თუ რაიმე პოლიტიკური სახის ზეწოლაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი, ჩვენ ყველაზე ნაკლები, ასე ვთქვათ, ინტერესის მქონე გადაცემა ვიყავით ამ კუთხით. თუმცა სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მე-5 წელია, რაც სამოთხის ვაშლები გადის ეთერში და რამდენადაც მე ვიცი, არც ჩემი სახელით შემიძლია დაზუსტების ვისაუბრო და რამდენადაც ვიცი, არც სხვა ჯგუფის წევრებზე არასოდეს არ იყო არავითარი ზეწოლა. გარდა ამის, არ ყოფილა არც რეკომენდაცია და არც თხოვნა. მეცაც გეტყვით, არ ყოფილა არავითარი რეაქცია ხანდახან მკვეთრ მოსაზრებებზე, რომელსაც ჩვენს პირდაპირ ეთერში პერიოდულად რაღაც გარკვეულ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქვამდეთ ხოლმე. ეს უნდა აღინიშნოს სამართლიანობის გამო, რომ იყოს ნათქვამი. ის ადამიანები, ვიზეთ სულ არის ლაპარაკი, რომ შესაძლოა ყოფილიყვნენ ზეწოლის ქვეშ, რატომღაც დღესდღეობით არ გამოთქვამეს სურვილს, რომ ამაზე ისაუბრონ, ალბათ დადგება ეს დრო, თუ ესე იყო მართლაც. მე უბრალოდ
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სულ ყოველ დღეს ამ ბოლო დროს აი სწორედაც რომ ძალიან კრიზისულ სიტუაციაში ჩანან რაღაცა ადამიანების ეთერში, რომლებიც არიან ნამდვილად ასე ვთქვათ, წინა ხაზზე ამ უკვე შეიძლება ითქვას ბრძოლის, სამწუხაროდ ბრძოლის, იმიტომ რომ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკეთილდღეოდ უნდა ვიბრძოდეთ და არა ამ შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ბორდმა ნამდვილად არ დაგვიპტოვა არჩევანი დღეს განსაკუთრებით. მე პირადად და ჩემი კოლეგები ვარ აღშფოთებული და ძალიან ნაწყენი იმის გამო, რომ ბორდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ჩვენ თურმე არ გაგვაჩნია დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. მეტი სხვა ინტერპრეტაცია მის სიტყვებს არ შეიძლება ჰქონდეს. და მე პირადად თუ ვინმეს ეჭვიეპარება ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, იმაში თუ რამდენად სწრაფად ან ადეკვატურად ვიღებ გადაწყვეტილებებს, რამდენად სწორედ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პროტესტი მიმდინარე მოვლენების მიმართ, კი ბატონო, შემიძლია შევთხვდე და გავესაუბრო. მაგრამ ასე ხელაღებით 500 ადამიანზე იმის თქმა, რომ ჩვენ თურმე არ გაგვაჩნია უნარი, რომ რაღაცა დავინახოთ არასწორი, შეკითხვა დავსვათ და თუ ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ ამ კითხვაზე, რომელიც იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და ნამდვილად დიდ უსამართლობას ეხებოდა, თუ ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, აი ეს გავაპროტესტოთ ეს პროტესტი. თურმე ჩვენ საერთოდ ანგარიში გასაწევი ადამიანები არ ვართ, იმიტომ რომ არ შეიძლება დამოუკიდებლად ვოქმედებდეთ. ეს ჩემის აზრით არის პირდაპირი შეურაცხყოფა და მე ამას ვიღებ როგორც შეურაცხყოფას. მე მესმის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც კეთილდღეობა, კარიერა აწყოს სწორედაც რომ პატრონის ძიებაში და მისი პოვნის შემდეგ. მესმის მათი აზროვნების წესიც, მესმის ისიც, რომ მათ შესაძლოა უჭირდეთ, რომ დაიჯერონ, რომ ვიღაცა ადამიანები მათი აზრით ჭიანჭველები ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი აზრის გათვალისწინებას ნამდვილად არავინ არ აპირებს ამ ეტაპზე როგორც ხედავ. შესაძლოა არსებობდნენ დამოუკიდებლად, შესაძლოა მართლაც რაღაცა საოცარი სიურპრიზია, არ ვიცი. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიახ, არიან ესეთი ადამიანები, ეს ადამიანები ვარ ჩვენ და ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებელი აზროვნება და დამოუკიდებლად პროტესტის გამოთქმა და ამისთვის მე პირადად არ მჭირდება არც ქალბატონი თინას დახმარება და არც ბატონი დავითის. იმიტომ რომ როდესაც კონკრეტულად რაღაცა ხდება, რეაქცია შემიძლია მოვახდინო ამ ყველაფერზე. რაც შეეხება კრიზისულ მდგომარეობას. კრიზისის გაღრმავება ჩემის აზრით მოყვება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენდამი აი ასეთი ტიპის დამოკიდებულების გაგრძელებას. როდესაც ჩვენ მართლაც აღვიქვავენ როგორც არარაობას, იმიტომ რომ როდესაც შენ ითვალისწინებ ადამიანის ან ჯგუფის მოსაზრებას, შენ ცდილობ მათთან დიალოგში შეხვიდე, რაღაც დაუმტკიცო, აუხსნა, სთხოვო. ძალიან ბევრი გზა არსებობს ურთიერთობის სასაწყობად, დასარეგულირებლად. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ აი ზემოთ ჩამოთვლილ ვერც ემოციას და ვერც ქმედებას ამ შემთხვევაში ბორდის წევრების მხრიდან. მე ვხედავ იგნორირებას, შეურაცხყოფას და არ ვიცი, რაღაც კიდევ სხვა უცნაურ ემოციებს, რომლებიც ახლა არ მინდა რომ გავაჟღერო ნამდვილად, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ არსებობის განმავლობაში მე მესმის, რომ ალბათ ბორდს გაცილებით უფრო ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა თავის მუშაობის პროცესში და მათ არ აინტერესებდათ დაუშვათ რიგით თანამშრომლებთან შეხვედრა. მესმის, გასაგებია. ალბათ ყველა დაკავებულია რაღაც თავიანთი, ასე ვთქვათ, საქმე, შესაძლოა თავიანთი საქმეებითაც ისინი არ არიან მხოლოდ ასე ვთქვათ, საბჭოს წევრები, მაგრამ დღესდღეობით ვინაიდან არსებობს და სახეზეა უკვე კრიზისი, დღესდღეობით მაინც შეიძლებოდა, აი თუნდაც აი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, როცა ჩვენ დავსვით ეს შეკითხვები, ბორდის რამდენი წევრი მოვიდა, სულ თვალსები 5, ხო? 13-დან. მე მგონი ეს ცოტაა. მეცაც გეტყვით, მის მერე საკმაოდ ბევრი დრო გავიდა და მე მგონი, რომ დანარჩენ წევრებს, ეს ადამიანები მოვიდნენ მაინც. მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ნამდვილად, მაგრამ ისინი იქ იყვნენ. და არიან კიდე ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებიან ჩვენი არსებობით. დღესდღეობით უკვე რამდენადაც ხვდები, არავითარ შეთავაზება აღარა გვაქვს. ეს უკვე ცოტა სხვა
გამოსავალი არის ერთი, შემდეგი, რომელსაც გზადადად ჩვენ მივდივართ, ეს არის სამართლებრივი გზა. ანუ ჩვენ გავიარეთ ყველა ეტაპი, დავიწყეთ მათთან ურთიერთობით, მათთან მიმართვით და ვასრულებთ დღეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართვით. მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციები, ბუნებრივია. გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია რომ განიხილოს ეს საკითხი და ერთადერთი ლეგიტიმური საშუალება მას გააჩნია პარლამენტს, ამ შემთხვევაში გულისხმობ, რომ არამხრივად ვერ გადააყენებს ბორცვს, არამედ დააყენოს კონკრეტული წევრების იმპიჩმენტის საკითხი ან განიხილოს, შეიძლება ამ გზით წავიდეს. მე ვერ უკარნახე პარლამენტს, ჩვენ ვთხოვთ ამ შემთხვევაში, რომ მოიწვიოს ეს ადამიანები, მოусმინოს და გადაწყვეტილება თავად მიიღოს პარლამენტმა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ანგარიშვალდებული არიან მათდამი. და მეორე გზა არის, რაც ახლა მიმდინარეობს, რომ ამ კვირაში უკვე დაიწყება კანონპროექტის დაჩქარებული თუ არ ვიცი როგორღაც ასეთი წესით განხილვა პარლამენტში, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ბოლოს მიიღებს კანონის სახეს, ავტომატურად მოახდენს რევიზიას, ჩანაცვლებას თუ სხვა რეალობაში გადაყვანას საზოგადოებრივ მაუწყებლებს. აი ეს ორი გზა არის. რა გზით წავა პარლამენტი? ანუ დაიწყებს თითოეული წევრის, რომელმაც მიიღო ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება და პლუს დღეს უკვე ჩვენ აქეთ უკვე მთელ კოლექტივს აყენებს შეურაცხყოფას ამ ადამიანების საქმიანობის შესწავლას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, თუ კანონ პროექტს ჩაუშვებს წარმოებაში, ანუ მისცემს კანონის ძალას. აი ეს ორი გზა, ეს უკვე პარლამენტმა უნდა გადაწყვეტოს, რომ სხვა ორგანო არ არსებობს არანაირი, გარდა სამართლებრივი გულისხმობა ამ შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია ამ ბორდზე გარკვეული კითხვებზე პასუხის გაცემა მათი საქმიანობის. არის მესამე გზაც, ეს არის უკვე ალბათ სასამართლოს გზა, რომელსაც უკვე დაზარალებული მხარე, ეგრეთ წოდებული მიმართავს და თუ დაზარალებული მხარე დაამტკიცებს უკანონო საქციელს მისდამით ჩადენას, ბუნებრივია, ესეც ერთგვარად ბორდის რაღაცა პასუხისმგებლობის საკითხს ალბათ რაღაცა სამართლებრივ საეტაპზეც დააყენებს. ωστόσο, ეს სამი გზა არის, ჩვენ ამ სამ გზას მიმართავთ მხოლოდ სამართლებრივს და ველოდებით დღეს უკვე პასუხს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი რაღაც წავიდა სამართლებრივ ჭრილში, ხა დაელოდებოდა ბორდიც და ჩვენც რა სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. სამწუხაროდ ბორდი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა, მუდმივად აკეთებს რაღაცა გაუგებარ განცხადებებს პოლიტიკური ზეწოლის და ასე შემდეგ. უნდა რომ გამოსცადოს ჩვენი მოთმინება, ჩვენ საკმაოდ დიდი მოთმინება გაგვაჩნია და რაც არ უნდა თქვას, ძალიან დიდი მოთმინებით დაველოდებით და არ ავწდებით სამართლებრივ გზას. უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია ყოველდღე რაღაცა დამატებითი განცხადებების კეთება მათი მხრიდან, ალბათ იმიტომ და მუდმივად თქმა და იქეთ და დანაშაულება, რომ აი ჩვენ ვართ, ჩვენს რაღაცა პოლიტიკურად ანგაჟირებულები. ჩვენ გვაქვს საბუთები, ხელში გვიჭირავს ამ შემთხვევაში, რომ არასამართლიანად მოიქცა ბორდი. და ვამბობთ, ამიტომ და ამიტომ. ბორდი ვერ ამბობს, ამიტომ და ამიტომ ვარ პოლიტიკურად ზეწოლის ქვეშ თუ არა. მე იმიტომ ვამბობ, რომ ვითხოვ ამას, რომ დაამტკიცოს მარტო ის, რომ თურმე ქალბატონი ხიდაშელი ვიღაცას ელაპარაკა და გაუგებარია ოღონდ რაზე და უსუფაშულმა კოლექტივის წარმომადგენლებს უთხრა, რომ სამართლებრივად თუ კოლექტივი ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანს არ მოსწონს ეს ბორდი, ბუნებრივია ჩვენ დავინტერესდებით ამითი, თურმე ეს ყოფილა ზეწოლა. როცა გეუბნება ადამიანი, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბევრ ადამიანს, ახლა ორ კაცს არ მოსწონს ბორდი, გასაგებია, რომ არ დაინტერესებდა, მაგრამ როცა თუ 500-ს არ მოსწონს ბორდი, ბუნებრივია ეს მანდატმიმცემისთვის, ვინც მისცა მანდატი ამ ბორდს, ანუ პარლამენტისთვის არის საინტერესო და დასაფიქრებელი, ეს თურმე ყოფილა ზეწოლა. აი, რაღაცა აბსურდულ რაღაცებს ამბენას ჩვევია ასეთი ტიპის აზროვნებას. პარლამენტს შეუძლია, რომ თუ ეს იყო უსამართლო კანონ დარღვევით მით უფრო ჩატარებული, ამას ემატება სრული იგნორირება იმ კოლექტივის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოც ისინი წარმოადგენენ და პლუს ბრალდებები ამ კოლექტივის წარმომადგენლების 500 კაცის მიმართ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არგუმენტია იმისთვის. არა, ამ შემთხვევაში ალბათ არა. მე ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის საკითხს არ ჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება, მხოლოდ ის შეიძლება გაუმყაროს მათ არგუმენტი, ეს პარლამენტმა უნდა განიხილოს და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ არსად არ გვეჩქარება რეალურად. ეხლა ვინმეს გონია, რომ ჩვენ სასწრაფოდ დღესვე ფეხების ბაკუნით არა.
ეს დროში გაიწელება თუ არა ჩვენ რაღაცა ეტაპზე, როდესაც სამართლებრივი გზით რამდენი ხანი სჭირდება ამას. ერთი თვე, ორი კვირა ეს უკვე პარლამენტმა იცის ამ განხილვის პროცედურები რამდენი ხანი არის საჭირო, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში მივიდეთ რაღაცა შედეგამდე, რომ როდესაც ვიღაცამ თავის ქმედებებზე გარკვეული პასუხი მოსთხოვოს, კითხვაზე პასუხი მოითხოვოს, იმიტომ რომ მანამდე არაფერზე, არავის არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოუთხოვია. გადატანილია. არის. თქვენ ეთყობა არ ახართ საქმის კურსში. 500-ივე ხელმოწერა არის პარლამენტში შეტანილი. დიახ, არის. და გრძელდება დღემდე, იცით, ის რაც შევიდა 400-მდე ხელმოწერა შევიდა პარლამენტში. იმ დროისთვის, ეს არის 8 მარტისთვის. როცა გადაეგზავნათ ელექტრონული პოსტით, ეხლა გაეგზავნა უკვე ჩვეულებრივი პოსტითაც, რაც მიიღო პარლამენტმა და შევიდა სამდივნოში. ეს ხელმოწერები შესულია, ოღონდ ეს ხელმოწერები ერთ დღეში არ მოგროვილა, როგორც ბატონი ამზარი ამბობს 7-ში, მასპერდაც უსუფოშვილი გველაპარაკა. ეს ხელმოწერები დაიწყო იმავე დღეს, როცა გადაწყვეტილება იყო უკანონო და ჩათვალა, იმავე საღამოს. შესაბამისად, ეს და ეხლა კიდე გრძელდება, ადამიანები აფიქსირებენ თავიანთ პროტესტს, ანუ უნდობლობას ბორდის მიმართ და ეს კიდევ დაემატება იმ ხელმოწერებს, რომელიც იქ იყო ოღონდ კიდევ ერთხელ ყოველგვარი ზეგავლენის და ყოველგვარი ჩვენ რჩევასაც კი არ ვაძლევთ თანამშრომლებს. ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იწვის, რომ ჩვენ ვურჩიეთ, ან შევეკითხეთ, ხო არ მოაწერ ხელს, უბრალოდ მივეცით ინფორმაცია. თქვენ ჟურნალისტები ხართ. ჩვენ გავეცით ინფორმაცია. ამ ადგილას მოაწეროს ხელი. გაეცნოს რა ტექსტ. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციის გაცემა. არანაირი ზემოქმედება, შეთავაზება მეცაც კატეგორიულად დავამატებ, იმიტომ რომ ადამიანები იყვნენ გაცილებით უფრო მოგეხსენებათ, რომ ყველა თავის დამოკიდებულებას სხვადასხვანაირად გამოხატავს. ზოგი უფრო ემოციურია, ზოგი ნაკლებად, ზოგს სიტყვიერად შეუძლია პასუხის მოთხოვნა და ზოგს ქმედება სურს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ინიციატივაზე ყოველთვის საინიციატივო ბორდი თუ ჯგუფის ამ შემთხვევაში ბორდი უკვე გახდა ეს იგი სიტყვა, რომელიც მოგვეწება. ჯგუფის წევრები ყოველთვის ხაზგასმით თხოვდნენ მათ, რომ თუ შეიძლება წყნარად მოდით ყველაფერი გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი გზით. რაც რჩება ამ შემთხვევაში აი ამ პროტესტის თუ გნებავთ ესე დაარქვათ თავა არსი და მე მგონია რომ ასეც გაგრძელდება. ქუჩაში ეს პროცესები არ გატარდება. არავითარ შემთხვევაში. მე რომ აქ დამჭერ საზოგადოებას არ უყვარს მიტინგები. ჩვენ აღარ გვინდა მიტინგი, იმიტომ რომ თბილისის ომი და უბედურება დაიწყო სწორედ აი ამ კიბეებიდან, ტელევიზიიდან და ეს არ გვინდა რომ განმარტოს. დიდი მადლობა.